საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ლეო და გიორგი კერესელიძეების პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი მოიპოვა. კოლექცია 130 წიგნს მოიცავს და მასში ძირითადად უცხოური გამოცემებია. ქართველი ემიგრანტების ბიბლიოთეკის ნაწილი საფრანგეთში იყიდებოდა და ის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრისთვის ბანკ რესპუბლიკამ შეიძინა. ქვეყანაში კი საქართველოს ავიახაზების დახმარებით ჩამოიტანეს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ წიგნები დამუშავების პროცესშია, შემდეგ მათ კატალოგში გადაიტანენ და ნებისმიერი მსურველისთვის კოლექცია ხელმისაწვდომი გახდება. ესეთ კოლექციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიუხედავად იმისა, რა შინაარსის წიგნები ამ ბიბლიოთეკაში, ვინაიდან რახან უკავშირდება ცნობილ მოღვაწეს, უკვე თავისთავად მნიშვნელოვანია. ამ მნიშვნელობას ზრდის ისიც, რომ ხშირად ასეთ გამოცემებს აქვს მინაწერები, აქვს ავტოგრაფები და დამატებითი დეტალები ხდება ჩვენთვის ცნობილი. ნებისმიერი რამ, რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან, ქართველი ემიგრანტების ცხოვრებასთან, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. ლეო და გიორგი კერესელიძეები ძმები იყვნენ და ისინი მე-20 საუკუნის იმ ქართულ მოღვაწეს შორის არიან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მთელი მათი საქმიანობა ევროპაში ძირითადი ერთ-ერთი სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული, რომ მოეპოვებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ებრძოლათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აი მიზნით დაუკავშირდნენ მოგვიანებით ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომს თავად ამ პროცესს და ჩაებდნენ ამ ომში გერმანიის მხარეს.